ცენტრი და აი მარჯვენა ხელს უტევს თუ არა? ეხა აღარ გააკეთა გოგია, მაგრამ თავს ხრის გოგია. ეხა თუ შეტაკება იყო. კლინჩით შედის. დააბრეიკებენ ხა და თავიდან დაიწყება ყველაფერი და წავიდა ისევ გოგია კინაღამ ძლიერ დარტყმა მოხდა ხა კორტავას ძალიან სერიოზულად ძლიერ დარტყმა. გუჩი ცევა ხონდა ხა კორტავას ძალიან კარგი რითმულად კარგი, მაგრამ ტაიმინგი და დისტანცია იყო არასწორი. თუმცა შემდეგ შეიძლება გამოვიდეს. გუიძი ყოველთვის სერიოზული არ აღარ მოითმეტეს, როდესაც ბრძოლაში შევმუშტია. უფრო ბრუტალურია ეს დარტყმა. დანასაუჩ შედის მუშტი ხუთში. და თან ეს დარტყმები ყოველთვის ეფექტურია. თუ ის დარტყმა ხუთში არ მოხდა, ის მაინც მიდის დაზიანება ტანში და დაზიანება ტანში ყოველთვის ართულებს მებრძოლისთვის სუნთქვას სწორად. მებრძოლის გამძლეობას ამცირებს და კარგი შეტევა კორტავასგან არ დავინახე მოარტყმა რომ შეტევა კარგი იყო. ესე თავის დახა გოგიასგან. გოგია კარგად ახერხებს. კორტავას საცილებას. უნდა თქვათ რომ ბექამ თუნჩით რომ არაერთხელ ქონია წონის. კარგები გაუტარა, ეხლა მოუბრუნეთ ეხლა წონის თემას. წონის დაკლება ხშირად უჭირდა და დიდ წონიდან იკლებდა. ეს არის მისთვის დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი წონა და ეს ხო არის ამან არ უნდა იმოქმედოს მის გამძლეობაზე, მაგრამ წონის კლება ყოველთვის გამძლეობაზე და დარტყმის მიღების უნარზე მოქმედებს. რა თქმა უნდა, წონის კლება პირველი რასაც აზიანებს არის გამძლეობა და ძალა.